როგორი არის ციკლი პროექტის დამატებიდან GitLab-ზე და როგორ ხდება შემდგომი ცვლილებების შეტანა Git-ის მეშვეობით და Git extensions-ის მეშვეობით ისე რომ ცვლილებები აისახოს ისევ GitLab-ზე. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან რომ პროექტის დამატება GitLab-ზე ხდება ამარტივად ნებისმიერ ჯგუფში. ჩვენ ახლა ვართ შესული Durso EMS-ის ჯგუფში, შეგვიძლია დავამატოთ new project, რომელიც მოგცემს პროექტის template-ს არჩევის საშუალებას, ავირჩიეთ blank project, რამე სახელს ჩავწერთ, my awesome project, ნებისმიერს, რაც შეგვიძლია დავაჭროთ create project, რაც შექმნის პროექტს. გადავიდეთ შექმნილ პროექტში, მეტი არაფერი აქ არ არის დამატებული, გარდა იმისა, რაც ახლა ვთქვით. Okay. Database comparison არის პროექტი, რომელშიც არაფერი არ არის, მხოლოდ readme.md ფაილია, რომელსაც თვითონ ვთავაზობთ თავიდან. ვაჭროთ clone with HTTPS და არა with SSH with HTTPS. შენ გვხსნით Git extensions, რომელიც თუ არ მიყანით შეგვიძლია გადმოწეროთ და დააკენოთ. Git extension-ში clone repository აქვს წერთ თვითონვე გვისვამს repository-ის მისამართს, რომელიც უნდა დაიკლონოს. Destination-ში ვირჩევთ local folder, სადაც გვინდა რომ არსებობს ასე ვთქვათ ლოკალური ვერსია ამ repository-ის. ერთგვარი შეიძლება იყოს C users petre repos და subdirectory to create-ში ჩაწერს თვითონვე database comparison რახან ქვია პროექტს database comparison იქნება folder-ის სახელი, რომელიც შეიქმნება destination-ის ქვეშ, okay? შემდეგ clone, ახლა იქნება repository იქნება ცარიელი, იმიტომ რომ repository არ იქნება ცარიელი, იქნება readme.md ალბათ. ნახოთ. Yep, has been cloned successfully. Okay. ანუ ეს არის ჩვენი repository. ახლა ამ repository-ში გვინდა რომ დავამატოთ პირველი ცვლილება, რომლითაც შეგვიძლია რომ ეს folder-ი, ანუ ლოკალური folder-ი, სადაც არის repository განთავსებული, შეგვიძლია რომ გავხსნათ file explorer-ის მეშვეობით, აი ამ ფილზე დაჭერით. ან Ctrl+Shift+O. Ctrl+Shift+O არის shortcut. მინდა რომ შევქმნა ახალი ფაილი, რომელსაც დავარქმევ emergency service.sql. ეს იქნება ფაილი, რომელშიც იქნება ჩაწერილი მთლიანი emergency service-ის ბაზის სქემა. Okay? ეს ცალკე გავიაროთ, როგორ მოვახდენთ ამ ფაილში ცვლილებების ჩაწერას, მაგრამ ამ ეტაპზე უბრალოდ ვთქვათ, რომ ამ ფაილში ჩავწეროთ რაღაც კომენტარი. Okay, და დავასეივოთ. Git extension-ში გამოჩნდა ცვლილება როგორც დასაკომიტებელი. ამაზე ბევრი არ ვლაპარაკობთ. ცვლილება, რომელიც ჩანს კომიტის ფანჯრის მაღლა მარცხენა ნაწილში, იმის რომ დაკომიტდეს უნდა გადმოვიდეს დაბლა, ამისთვის უნდა ან დავკლიკოთ ორჯერ მას, ან დავასტეიჯოთ ქვია, ან მოვნიშნოთ და დავაჭიროთ stage-ს. ან მოვნიშნოთ რომ stage all და ყველაფერი რაც აქ იქნება ჩამატებული, ჩამატება და stage-able ცვლილებებში. თუ არ არის ცვლილება და stage-able, ისე მისი დაკომიტება არ მოხდება. ანუ შენ რომ დააკომიტო და აქ ჩაწერო my first change. რაღაცა initial commit. თუ ეს ფაილი აქ არ არის დაბლა და stage-able, მაშინ commit-ის შედეგად ის არ მოხდება ამ კომიტის ფარგლებში ის არ დაკომიტდება და შემდეგი კომიტი უნდა გააკეთო იმისთვის რომ ცვლილება დაკომიტდეს. Okay, მოდი დავაკომიტოთ. და გავიაროთ ზოგადად რა ვარიანტები გვაქვს კომიტის დროს. კარგი. ახლა ამას ორჯერ დავკლიკოთ და ვინახავთ რომ ფაილი რომელიც ჩვენ შევქმნით თავისი კომენტარით არის დაკომიტებული. Okay? არ უნდა ექნება. კაი. ახლა მოდი ვქნათ ასეთი რამ. შევიდეთ folder-ში, სადაც ეს ფაილი ცხოვრობს. გავხსნით ისე Visual Studio Code-ით.
შევიტანოთ ცვლილება. აქ გამოჩნდება რომ ფაილში არის შეტანილი ცვლილება, პლუსი უკვე აღარ აწერია როგორც წეგან ეწერა ფაილს, იმიტომ რომ ეს არ არის ახალი ფაილი, არამედ არის არსებული ფაილის რედაქტირება, ოკეი? რა ხარია რა არის? პასტა თუ ეს რო არ დავასთეიჯო. აქ შევეცადო რომ დავაკომიტო, მეთქვის ალბათ რომ ფაილები არის დასასთეიჯებელი. გინდა თუ არა რომ დავასთეიჯო ფაილები. მოდი ვთქვათ no. ამ შემთხვევაში კომიტი არ შესრულდება, იმიტომ რომ არც ერთი ფაილი თუ არ არის დასტეიჯებული, ისე არაფერი არის დასაკომიტებელი, ოკეი? კარგი. გადავიტანეთ. კარგი, მაქვს მეორე კომიტი, რომელთაც ფაილში, რომელიც პირველი კომიტით შევქმნი, იცვლება რაღაც შიგთავსი. ეს შემიძლია რომ დავაჭირო push Relax, რითიც ჩემი ცვლილებები აისახება, ასე ვთქვათ, გადაინაცვლებს GitLab-ს. Initial commit. ამისთვის push ფანჯარაში რა, რომელიც აი ამ Relax-ზე დაჭერით გამოვიდა, branch to push შეგვიძლია დატოვო ის რაც არის, მაგრამ branch მარჯვენა მხარეს უთითებს სახელს იმ branch-ის, რომელიც გინდა რომ შეიქმნას GitLab-ზე, ოკეი? აუცილებელი არ არის რომ სახელები ერთმანეთს ემთხვეოდეს. თუმცა ალბათ რეკომენდირებული არის რომ შენ ლოკალურად შექმნო branch-ი, რომელსაც დაარქმევ იგივე სახელს, რასაც დაარქმევ შენს remote commit-ს, რა არ მოგიწევს სახელების ცვლილება. მოდი ესეც გაჩვენებ. The branch you're about to push seems to be a new branch. Are you sure to push this branch? Yes. რომ ნახოთ ამის შედეგად რა მოხდება, აქ რაღაცეები. შესრულდება ბრძანებები. ეს ყველაფერი command line-ით შეგვიძლია რომ შევასრულოთ. აქ master-ის გასწრებ გაჩნდა origin/initial commit. Origin მიუთითებს რეპოზიტორის, რომელიც არსებობს X, სადაც ჩვენი ლოკალური ცვლილებები იფუშება, ამ შემთხვევაში GitLab-ზე. ანუ ესე იგი origin initial commit არის initial commit branch-ი არის შექმნილი GitLab-ზე. აი მოდი ნახოთ დავწუნდეთ რომ ახლა ეს ასეა. აქ არის branches-ში which has initial commit, რომელიც შეესაბამება ჩვენს local commits. ანუ ის ცვლილებები, რომლებიც შესული არის master local branch-ზე, ასევე არის შესული origin initial commit branch-ზე, ოკეი? და ახლა რა ხდება, რა შეგვიძლია რომ აქედან სასარგებლო ინფორმაცია გავიგოთ. პირველ რიგში origin master-ის გაგრძელება არის initial commit-ი, რაც გამოსახული არის აი ამ ორი წერტილით origin master-ის თავზე. GitLab-ზე აქ გიჩანს როგორც 0 არის commit-ი, რამდენითაც უკან არის initial commit-ი origin master-ზე და 2 არის ის რამდენითაც წინ არის ის origin master-ზე. უკანზე მოდი არ ვილაპარაკოთ ამ ეტაპზე. თუმცა სასარგებლო იქნება და შეიძლება რომ მაინც გირდეს რომ თქვათ. ოკეი, აქედან შემიძლია რომ შევქმნო merge request-ი. Merge request-ი არის მოთხოვნა რომ ის ცვლილებები, რომლებიც შევიდა initial commit branch-ის ფარგლებში, ამ შემთხვევაში აი ორი commit-ი გვაქვს, კიდევ ერთხელ დავწუნდეთ რომ იგივე initial commit და test commit, აქეთ initial commit და test commit, ოკეი? ცვლილებები ამ შემთხვევაში გვიჩნევს გაერთიანებულად და ცვლილებები არის ასეთ ხასიათის, რომ ემატება ფაილი, სადაც ემატება ორი ხაზი. ეს ორი ცვლილება არის, ეს ცვლილებები არის ორი commit-ით ასახული. თუმცა ჩვენთან მოსული არის და ჩანს როგორც ცვლილებები, ასე ვთქვათ, აგრეგირებულად რა. ოკეი, ანუ ის რასაც ვითხოვთ ხოლმე და რის გარეშეც origin master-ის ცვლილებების და ხო, ცვლილებები რომ აისახოს origin master-ზე არის საბოლოოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მხოლოდ ცვლილებები, რომლებიც კომიტები, რომლებიც არის origin master-ის ფარგლებში შესული, არის ის ცვლილებები, რომლებიც არის ეგრეთ როგორ შეიძლება ვთქვა, დადიპლოიებული, დარილიზებული production-ზე. Okay? ის ცვლილებები, რომლებიც არის feature branch-ები ქვია, ასეთ branch-ებს, რომლებიც ჯერ არ არის დამერჯილი, ეს ცვლილებები არ მოიაზრება როგორც ცვლილებები, რომლებიც production-ზე არის უკვე ასახული. Okay? იმის რომ ეს initial commit-ის ცვლილებები აისახოს origin master-ზე, ამის უნდა შევქმნათ merge request-ი. GitHub-ის ენაზე არის pull request-ი, GitLab-ის ენაზე არის merge request-ი და merge request-ი ცვლილებებს feature branch-დან გადმოიტანს origin master-ზე.
როგორც წესი, როდესაც ლოკალურად ხდება მუშაობა რამე source code-ზე, კომიტები ხშირად კეთდება, იმიტომ რომ შეგვეძლოს რომ დაუბრუნდეთ წინამდგომარეობაზე, თუმცა როდესაც მუშაობა დასრულებულია, ანუ ჩვენი ფიჩერი ასე თქვა დასრულებულია, გვინდა ხოლმე, თითქმის ყოველთვის გვინდა ხოლმე რომ ჩვენი ცვლილებები რამდენიმე კომიტში რომლებიც არის შესული, გავაერთიანოთ ერთ კომიტად და origin master-ში ისე დავმერჯოთ, იმიტომ რომ ცვლილებების ისტორია, რომელსაც ნახოთ origin master-ზე, გვინდა რომ იყოს რაც შეიძლება ნაკლებად ჭუჭყიანი, დავინზურებული. და ამ შემთხვევაში ეს ორი ცვლილება არის ერთი ლოგიკური ცვლილების ნაწილი და უმჯობესია რომ ერთი კომიტით იყოს ასახული, რომ ვინმე რომ ნახოს ან ჩვენმე რომ დაგვაინტერესოს რა არის ცვლილება, რომელიც შესულია ამ კომიტით, იყოს ერთ, ასე ვთქვათ, კომიტში გაერთიანებული, ოკეი? კარგი, ამისთვის როგორ გავაერთიანოთ ცვლილებები? ან შეიძლება რომ პირდეს რომ საკმაოდ შედა ახალი ვიდეოს აღწერა, როგორ გავაერთიანოთ ცვლილებებზე? თემასავსდი? არა, იმიტომ რომ გვინდა რომ გიწვით, ხო? თემა რა იყო? უბრალოდ პრაქტიკა. პრაქტიკა, კაი. კაი, მაგრამ ესეც ვთქვა თქარემ და მე იმას ვთქვა, მე დავუბრუნდე. ანუ ის ოპერაცია რომლის ფარგლებში გვინდა რომ გავაერთიანოთ ჩვენი ცვლილებები, ქვია რა? ინტერაქტიული rebase. ესე იგი, როდესაც ვდგევართ იმ კომიტზე, რომელიც გვინდა რომ გავაერთიანოთ origin master-თან მიმართებაში, დავწუნდებით რომ ჩვენ მიერ დაჩქარებული ბრენჩი არის ამ მასტერი, ანუ ის ბოლო კომიტი, რომელიც გვინდა რომ გაერთიანდეს, შემდეგ მარჯვენით დავკლიკავთ origin master-ზე, revert current branch on select commit interactively, ეს გამოგვიტანს რაღაც პანჯერას, სადაც ავირჩიოთ რომ ყველა ყველა კომიტის გარდა პირველისა, ყველა კომიტის ანუ ხაზის პირველი რაც ეწერება იქნება pick და ჩვენ pick შევცვლით უბრალოდ s-ით. S ნიშნავს squash და ეს ყველა ცვლილება რომელიც იქნება პირველი კომიტის დაბლა, გაერთიანება პირველ კომიტში, ოკეი? ეს ახურა. შემდეგი პანჯერა მთხოვს რომ დავედაქტირო message-ი, რომელსაც რომელიც ახალ კომიტს ექნება, გაერთიანებულ კომიტს, ოკეი. და უკვე გვაქვს აი მასტერი, რომელიც არის ცალკე განშტოება და არ ემთხვევა იმ კომიტის მისამართს, რომელიც უკვე დაფუძნებული არის origin-ზე, ანუ GitLab-ზე. ისი რატოც? ანუ ეს რატო არის ცალკე განშტოება და ეს რატო არის რატო არ ემთხვევა, რატო აღარ ემთხვევა, ხო ერთ ადგილზე იჯდნენ, ერთ კომიტზე იჯდნენ ორივე, ისხდნენ. ისი რატო არის განშტოება? ეს ახალმა ვიტროშოტები რო გაასწრო origins და გაასწრო origins რაც ქვია. ან კომიტებს აქვს მიმდევრობა რა. კომიტებმა, ყველა წინა კომიტმა, ყველა შემდეგმა კომიტმა იცის ყველა წინა კომიტის შესახებ და წინა კომიტმა რო იცის მომდევნო რო იცის წინას შესახებ ეს გვაძლევს ასე ვთქვათ ჯაჭვის პრინციპს რა, ყველა შემდეგმა იცის ყველა წინას შესახებ, ანუ ამან მონიშნულობა იცის initial commit-ის შესახებ, ამან იცის ამის შესახებ. ეხლა initial commit-მა, რომელშიც გავაერთიანეთ ეს ორი კომიტი, იცის წინას შესახებ. ბოლოს. ამ ორი შესახებ აღარ იცის არაფერი, იმიტომ რომ ხო და წინას შესახებ იცის რას ნიშნავს, რომ იცის აი ესეთი უნიკალური რაღაც შაკოდი, რომელიც არის ანუ ყველა კომიტს აქვს თავისი შაკოდი და ყველა კომიტმა იცის წინა კომიტის შაკოდი რა. ამ კომიტმა აღარ იცის უკვე ამის შაკოდი და ამის შაკოდი, იცის მხოლოდ ამის შაკოდი. ოკეი, თუ ერთმანეთს დაემთხვევა შაკოდები, აი ამ კომიტზე როდესაც იდგა ჩვენი ლოკალური მასტერი, მისი შაკოდი და origin initial commit-ის შაკოდი, ანუ IIS კოდი რა, იყო ერთი და იგივე. ოკეი, და რახან იყო ერთი და იგივე? ეს არის უნიკალური კოდი რა. ეს ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, ნიშნავს იმას, რომ ერთ კომიტს მიუთითებდა ორივე ბრენჩი. და მას მერე რაც დავარიბეიზეთ, ანუ რა მნიშვნელობა აქვს რა ვქენით. ეს კომიტი ამან გაერთიანა ეს ორი ცვლილება თავის თავში და ამიტომ გახდა ცალკე კომიტი, რომელიც არის origin master-ის გაგრძელება და არა აი ამ ორი კომიტის რამე, არ ვიცი, ამის გაგრძელება მაგალითად. მიხვდი?
ანუ ჩვენი მიზანიც ეგ არის რა, რომ ეს ორი კომიტი ერთად გავაერთიანოთ და როგორც კი გავაერთიანეთ, ამ ორი შესახებ ინფორმაცია ამას აღარ აქვს. ანუ ამის ცვლილებები ამაში არის შესული. ხო? ანუ ამ ორი ცვლილებები ამაში არის შესული. და საერთო კომიტი აქვს Origin Master-ის ეს კომიტი, Origin Master-ი ადრეს დგას და ეს საერთო კომიტი არის ის, რაც აერთიანებს აი ამ ორს და ამ ერთს. ოკეი? უბრალოდ გასაგებია რომ initial-მა ამ შესახებ ტესტ კომიტის და initial კომიტის შესახებ არ იცის, მაგრამ ანუ არგუმენტი თუ რატო არ იცის ან რატო უნდა იცოდეს, ეგ ვერ მივიღე. რატო არ იცის? არ იცის გასაგებია. აბა მითხარი, რას ქვია, რატო არ იცის? რატო არ იცის რა? რატო არ იცის initial კომიტი, რომელშიც გავაერთიანეთ წინაკომიტების ცვლილებები, რატო არ იცის მაგათ შესახებ? იცის, გავმარტოთ რას ნიშნავს. იცის ნიშნავს, რომ იცის ის თუ ვინ არის მისი წინა კომიტი. ოკეი? ანუ კომიტმა იცის, ის მხოლოდ ის იცის, ანუ კომიტმა რამდენიმე რამე იცრება. ის იცის თუ შიგ გაერთიანდება, ამ შემთხვევაში შევიდე შიგნით გაერთიანდება, ანუ მხოლოდ ახალი ფაილის დამატება ორი ცვლილებით. რაც მანამდე იყო ორი კომიტით გაკეთებული, ანუ initial კომიტში ხდებოდა ფაილის შექმნა და მეორე კომიტში ხდებოდა ფაილის რედაქტირება. რაღაცის დამატება, ოკეი? ეს იყო მანამ სანამ გავაერთიანებით, ანუ ინტერაქტიულად დავარიბეიზებდით, მანამდე რაც ხდებოდა ამ ორ კომიტში იყო ეს შექმნა, გაერთიანება. ოკეი? და ახლა ეს ორი ოპერაცია, ეს ორი კომიტის ფარგლებში შესრულებული ცვლილება უბრალოდ გავაერთიანეთ და გავაერთიანეთ მიმართებაში აი ამ კომიტთან. ოკეი? ანუ შევა კითხვები? მითხე ხა აბა თქვი. ანუ initial კომიტმა უბრალოდ არ იცის კი არა ტესტ კომიტისა და initial კომიტის შესახებ უბრალოდ არ არის მაგათი წინა კომიტები, initial კომიტის წინა კომიტი გამოდის მხოლოდ Origin Master initial კომიტი. რადგან იმაში უფრო მეტი ინფორმაცია ვიდრე მაგალითად ტესტ კომიტში ვერ ვიტყვით რომ და ტესტ კომიტისშიც რაც არის ის იმაშიც არის ვერ ვიტყვით რომ ამის გაგრძელებაა. ხო, არის აი შეიქმნა ახალი რაღაცა რომელიც გახდა უკვე Origin Master initial კომიტის გაგრძელება. ხო, გახდება. ხო, გახდა ლოკალურად, მაგრამ ჯერ არ მოხდა რა მისი ცვლილებების ასაკი. ანუ ფაქტობრივად ეს არის ოპერაცია, რომელზეც ეს ორი კომიტი გავაერთიანეთ და გავაერთიანეს ფარგლებში უკვე ის რაც გქონდა მანამდე, ასე ვთქვათ, აღარ მჭირდება რა. უკვე ის ცვლილებები, რომლებიც გქონდა მანამდე, აქ feature branch-ი ქვია ამას რა. მოდი ამას სახელი გადავარქვათ initial commit. ამედ კომიტი ხდება სახელის გადაქმნა initial commit interactively rebased. კომიტის სახელის გადაქმნა შესაძლებელია მხოლოდ მანამ სანამ ის ცვლილებები უკვე დაიმოძება Origin Master-ზე. ან ლოკალურად თუ აქვს შეგიძლია რაც გინდა ქნა. კარგი. ანუ ახლა მე უკვე მინდა რომ ეს გაერთიანებული ცვლილებები ავსახო initial commit branch-ს. ვისთვისაც ვაჭერ push აქ push-ი ამოვირჩევ initial commit-ს და ოღონდ როდესაც დავფუშავ initial commit-ის გაგრძელება რახან არ არის ჩემი ლოკალური მასტერი მეტყვის რომ ცვლილებები რომლებიც მინდა რომ დავფუშო initial commit-ზე initial commit branch-ი ასე ვთქვათ დაიკარგება, ახლანდელი მდგომარეობა დაგვეკარგება და ჩვენი მასტერის მდგომარეობა გახდება ის რაც initial commit-ის მდგომარეობაა ახლა რა. ანუ რომ დაგჭირდეს ვეღარ გადავდგებით ამ კომიტზე. ანუ თუ შენ დარწმუნებული არ ხარ რომ შენი მიმდინარე და ინტერაქტიულად რივეიზებული ცვლილებები იგივეა რაც არის გაერთიანებული ამ შემთხვევაში ამ კომიტში მაშინ ამის გაკეთება სარისკოა. თუმცა ვერაფერს გააფუჭებ, იმიტომ რომ შენივე ცვლილებებს გადააწერთ თავზე რა. ყველადაც შემთხვევაში, ანუ Origin Master-ზე ვერაფერს შეცვლი. ამიტომ შეგვიძლია რომ თავად გააკეთო. ყოველთვის ვირჩევთ force push with leads. Force push ნიშნავს რომ ამ initial commit-ის ორ კომიტს შეანაცვლებს ჩემი ერთი კომიტით რა. ანუ ის რაც ლოკალურად ქენი, მე მოვუწევ მოხდება, აი. Origin Master-ის ნეგაშდა ერთი კომიტი, რომელიც იგი პროცედურულად ყოველთვის არის ესე რა. შევქმენი ლოკალური ბრენჩი, ან ლოკალურად დავიწყე დაკომიტება ყველა ჩემი ცვლილების, შემდეგ ლოკალურად შეტანილი ყველა ცვლილება გავაერთიანე ინტერაქტიულად დარიბეიზებით ჩემი ცვლილების Origin Master-ზე, ხო? მერე დავფუშე ჩემი ცვლილებები შესაბამის feature branch-ზე, რომელიც არ არის Origin Master-ი და არის რაღაც initial commit მაგალითად. შემდეგ
GitLab-ზე შევედი და სიტყვაზე branch-ებში მოვძებნე initial commit branch-ი. აქ ხედავ რომ ერთი commit-ით არის წინ და არა ორით როგორც მანამდე იყო, გავაკეთე merge request-ი. Merge request-ში ნახეთ ცვლილებები. ბოდიში merge request-ი უკვე არსებობს, ამიტომ თუ merge request-ი უკვე არსებობს ამ branch-ისთვის, ახალი merge request-ი შექმნა არ არის საჭირო, ის ცვლილებები ავტომატურად აისახება არსებულ merge request-ში, ოკეი? ეს მე მგონი რამდენჯერმე გამოგვხსნა, შენ და დახურებთან მოხსენე. მოკლედ რა, არ არის ხოლმე საჭირო ახალი merge request-ები. თუ იმ branch-ზე არის merge request შექმნილი უკვე, რომელსაც თავიდან თავზე გადააფუშე force push-ით, აუცილებელი არ არის რომ შექმნა. აუცილებელი კი არა, რეკომენდირებული არის რომ არსებული დატოვო. ანუ ახალი merge request-ი უარესია ვიდრე არსებულის დატოვება და უფრო რთულიც არის რა. ოკეი. თუ გჭირდება ვინმეს მიერ დაეპრუვება შენი ცვლილებების ეტყვი რომ დამიეპრუვე თუ შეიძლება. აქ მაქვს reviewer, reviewer, მაგალითად reviewer მინდა რომ იყოს გიორგი ჟღენტი. აქ ნიშნავთ ხოლმე რომ delete source branch when merge request is accepted, რაც ნიშნავს რომ merge request-ი როგორც კი დაიმერჯება, initial commit როგორც კი დაიმერჯება origin master-ზე, initial commit-ის branch-ი აღარ არის საჭირო, ეს სრულება რომლებიც origin master-ზე დაიმერჯა, უკვე origin master-ი შეიწოვს, ასე ვთქვათ, origin master-ი გახდება ამ commit-ის მიმთითებელი და არა შენი initial commit. აღარ გჭირდება initial commit, როგორც კი დაიმერჯება, ოკეი? ამიტომ delete source branch when merge request is accepted არის ავტომატურად მონიშნული და ჩვენ ვსტოვებთ. ეს squash commit-ს ნიშნავს, რომ თუ ის არ გავაკეთეთ, რაც მანამდე გავაკეთეთ, რომ ინტერაქტიულად დავარიბეიდეთ ჩვენი ცვლილებები ერთ commit-ში, მაშინ აქ შეგვიძლია რა გააკეთო. მაგრამ ეგ არ ვთქვათ, რატომ არ არის ოპტიმალური. რა უმჯობესია რომ აქ შენთან გააკეთო რა. ოკეი? Save changes. ეს საინი შემიძლია რომ განსაზღვრო, მაგალითად, პეტრე იყოს ეს საინი. ოკეი. Save changes. Okay. აქ გვეუბნება რომ გოგო შეგიძლია რომ ნახო მოგაესაინეთ reviewer-ად რაღაც test commit-ში და შეხედება, შეგიძლია დაგვიეპრუვო, უბრალოდ ეპრუვს დაიჭირო. GitLab-ზე ან email-ზე მოგივიდოდა. Okay. და ვისაც აქვს უფლება რომ დამერჯოს ეს ცვლილებები, ალბათ ნახავს რომ ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს, ამ შემთხვევაში იმშობა რა ხარ როგორ არის და დააჭერს merge და ნახე მოგივიდა database comparison პროექტში უნდა იყოს initial commit merge request. არ გააქვს mail-ზე? ხო, ალბათ. ანუ GitLab-ზე რითი დარეგისტრირდი? კარგი. merge request დაეპრუვებულია. Ginakot რომ დაეპრუვებულია. Okay, approved by გიორგი ჟღენტი. Okay, და merge. მას მერეც აქ მოხდება merge. იმისთვის რომ ეს ცვლილებები გამოჩნდეს git extensions-ში უნდა გავაკეთოთ fetch-ი. Yes, რაც უნდა მოხდეს არის რომ origin master-ი უნდა ამოიწიოს initial commit-ს და initial commit-ი უნდა გაქრეს. იმიტომ რომ initial commit-ი მონიშნული ქონდა რომ წაიშალოს, მაგრამ შენაც origin master-ი დაიმოწვა. Okay. ახლა origin master-მა კი ამოიწია, მაგრამ მოხდა ესეთი რამ, რომ ცალკე commit-ი შეიქმნა origin master-ზე. ანუ ის commit-ი, რომელიც უკვე არჩევდა initial commit-ზე, არ გახდა origin master-ის commit-ი, რაც ცუდი აზრია. ანუ ახლა ისეთი გამობრენჩვა და შებრენჩვა და მოკლედ რა, მახინჯის სტრუქტურა იქნება. ამისთვის ეს რო არ მოხდეს. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა linear history, ანუ წრფივი ისტორია გვინდა რა, ეს ამოდი შედი, არაფერში არ არის საჭირო რა. ამისთვის ვაკეთებ დასწრებას. GitLab-ის კონფიგურაციაში შევდივარ settings, შემდეგ merge requests, კონკრეტული პროექტის კონფიგურაციაში, ანუ ჩვენ შემთხვევაში database comparison project კონფიგურაციაში merge request-ში merge method არის fast forward merge. Fast forward merge არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. არ ვიცი ზუსტად რატო არ არის default option-ი, მაგრამ ნუ რაღაც მიზეზი იქნება რატო არის default option-ი. ანუ ყველა ახალ პროექტს უნდა მივუწოდოთ fast forward merge, როგორც სავალდებულო მეთოდი merge-ის, ასე ვთქვათ რა. Okay.
აქვე გაქვს რაღაც შექმნები, როგორც არის, რომ დისკაშენები გინდა თუ არა იყოს დარეზოლებული იმისთვის, რომ დაიმერჯოს და ფაიპლაინები უნდა იყოს თუ არა გასული. ნუ ფაიპლაინზე არ ვილაპარაკოთ, მე ვილაპარაკოთ. კაი. და კიდე აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საჭიროებს თქმას. რომელ ბრენჩზე ვის აქვს უფლება დაკომიტების და დამერჯვის არის მნიშვნელოვანი რა. ჩვენ შემთხვევაში ყოველთვის ვამბობთ, რომ პირდაპირ origin master-ზე დაფუშვის უფლება არავის არ ქონდეს და სხვა feature branch-ებზე ნებისმიერი სახელის მქონე branch-ზე ყველას ქონდეს უფლება დაკომიტდეს და დაფუშოს რა. ეცემ save-ისა და save changes. ამისთვის შევდივართ repository-ში. Protected branches. გვაქვს არჩეული master-ი მხოლოდ და allowed to merge არის maintainers, შეიძლება იყოს developers, allowed to push არის no one. არავის არ უნდა ქონდეს უფლება რომ დაფუშოს პირდაპირ master-ზე რა. ყველა უნდა გაიაროს მათ მე უნდა გავიარო merge request-ის შექმნის და დარევიუების და დაერთვების და ყველაფრის პროცედურა, ოკეი? დაფუშვა იგივე დამერჯვა შემოწმების გარეშე. შემოწმების გარეშე. merge request-ის გარეშე. merge request-ის გარეშე გვინდა რომ უბრალოდ არაფერი არ ხდებოდეს master-ზე, ოკეი? კაი, სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის.